მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია მთავარი სივრცე, ყოველდღიური პოლიტიკური ток-შოუ Space News-ისგან. რამდენიმე საათი დარჩა ფაქტიურად არჩევნებამდე და ხვალ საქართველოს მოსახლეობას მიეცემა იმის საშუალება, რომ გამოავლინოს თავისი უმაღლესი კონსტიტუციური ნება, მხარი დაუჭიროს მისთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას და ეს თემა იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი გადაცემის ძირითადი თემა. ჩვენი პირველი ბლოკის სტუმარი იქნება ანალიტიკოსი ნიკა მჭედლიშვილი და სწორედ აი ამ თემებზე ვისაუბრებთ საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ. ესე იგი, დადგა ეს ნანატრი დღე 1%-იანი ბარიერით, როდესაც თითქმის ძალიან ბევრ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცა საშუალება გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, ესე იგი, ეს იქნება გარკვეული კუთხით დემოკრატიის კენ გადადგმული ნაბიჯიც, მეორეს მხრივ უნიკალური იქნება ეს არჩევნები იმით, რომ ძალიან ბევრ პარტიას მიეცემა რეალურად პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ესე უხეშად რო ავიღოთ ამ პარტიების უმრავლესობა არის მემარჯვენე იდეოლოგიის, ესეც პრინციპში გვაძლევს დაფიქრების საშუალებას და ცოტა რთულია საუბარი, ხა ბუდიში რო გაწყვეტინებთ. ეხლა იგივე ნაციონალურ მოძრაობა მაგალითად როცა ხელისუფლების სათავეში იყო ატარებდა მემარჯვენე იდეოლოგიას, ეხლა მაგრამ მათ პროგრამას რო უყურებდა ბევრი პარტიის მემარცხენე აბსოლუტურად მარცხნისაკენ გადაივალა, ეხლა ეს უბრალოდ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ეს შეგვიძლია კიდე გავშალოთ რატო ხდება ეს პრინციპში ქართულ პოლიტიკაში და რაღაცა, მაგრამ ჯერჯერობით რთულია იმის განსაზღვრა ვინ არის მემარჯვენე და ვინ არის მემარცხენე. ანუ დეკლარირებულად გულისხმობთ, რომ გარკვეულ პარტიებს აქვთ რაღაც მემარცხენე პოლიტიკის ნიშნებიც, მაგრამ ეს არის კონცეპტუალური და ეს არის ფუნდამენტური. აი ხვალ რა არჩევნის წინაშე დგას მოსახლეობა თქვენი აზრით, ანუ რას და რას შორის უწევს არჩევნის გაკეთების საშუალება. უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმებით თქვენ მაყურებელს და მინდა თქვენ ტელევიზიაში პირველად ვარ, ვიცი რომ ახალი გახსნილები ხართ, ამიტომ მინდა გისურვოთ წარმატებები, ძალიან ბევრი მაყურებელი, ოღონდ ეს მაყურებელი უბრალოდ ბევრი კი არა, მინდა რომ ხარისხიანი მაყურებელი იყოს, ისეთი მაყურებელი, რომელიც კარგად შეაფასებს იმ ნათქვამს, რასაც გაიგებს ამ ტელევიზიაში და შესაბამისად სათანადო დასკვნებსაც გამოიტანს. ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტელევიზია საქართველოში, მაგრამ ხედავთ რა კონტენტი იღვრება იქიდან, უამრავი არხიდან, ჩვენ კარგად ვიცით და მაგრამ მინდა რომ აი ეს ქონოდეთ თქვენ ხარისხი და ესეთი მაყურებელიც იყოს ძალიან ესეთ შეგნებული და ხარისხიანი. დიდი მადლობა. ეხლა რაც შეეხება არჩევნებს, ხო, ძალიან საინტერესოა ეს არჩევნები პირველ რიგში, იმიტომ რომ ალბათ კი არა, მე დარწმუნებულია პრაქტიკულად, რომ ქართული ოცნება მესამე ვადით დარჩება ხელისუფლების სათავეში, შესაბამისად ეს ამ თვალსაზრისით ეს იქნება ესე უნიკალური არჩევნები, როცა პირველად საქართველოს ისტორიაში, უახლოეს ისტორიაში გულისხმობ. ეხლა ბოლო 30 წელია ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს ცხადე, როგორც ეხლა მე ჟურნალისტიც ვიყავდა, როგორც მოქალაქე და როგორც ბიზნეს წარმომადგენელი ვაკვირდებოდი ძალიან საკმაოდ ესეთი დაკვირვებით ამ ყველაფერს და ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ქართველი ერი გადაწყვეტს, რომ მესამე ვადით დატოვოს ეს პოლიტიკური ძალა. ეხლა რა არჩევანს შორის არის ქართველი ერი. ეხლა ჩვენ რო დავუკვირდეთ მაგალითად ოპოზიციის განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს და იმ საარჩევნო კამპანიას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეს ბოლო წელია და მეტიც უკვე ატარებს პრინციპში თავისი არხებით, ტელეარხებით და მედია საშუალებებით, ჩვენ გვაქვს ერთი ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს ქართველებს ეხა მოსყიდათ ქართული ოცნება და უნდათ რევოლუცია, ანუ რევოლუციური მოლოდინს აჩენენ ერში, უბრალოდ უნდათ რომ გააჩინონ, მაგრამ სინამდვილეში მე ყოველთვის ვიმეორებ ხოლმე და სხვათა შორის სოციოლოგიურ გამოკითხვებშიც ერთ-ერთი აი ამ სოციოლოგიის სპეციალისტი საუბრობდა ამერიკელი, რომელიც ახლა დაიქირავეს ტელეიმედმა
ქართველ ერს სჭირდება არა ეს რევოლუციური ცვლილებები, არამედ ეხლა სჭირდება სტაბილური განვითარება. და სტაბილურ განვითარებას მე ჩემი აზრით უზრუნველყოფს ქართული ოცნება. მით უმეტეს რომ ჩვენ და მთელი მსოფლიო არის კრიზისში ამ პანდემიის გამო და შესაბამისად აი ამ კრიზისის დროს აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნება ეხლა რაღაც ახალი ძალის გამოჩენა ხელისუფლებაში და შესაბამისად ახალი მთავრობის ფორმირება იქიდან გამომდინარე ჯერ ერთი კრიზისია ეს ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ყველაზე მთავარი რაც არის კრიზისის გარდა ის რომ პრინციპში არც ჩანს პოლიტიკური ძალა რომელიც გადაიბარებდა ხელისუფლებას. ახლა როდესაც მე ვსაუბრობ ხოლმე პოლიტიკაზე როგორც აი ერთიან ბაზარზე. ან პოლიტიკაში არის ბაზარი რა არის? რომ პოლიტიკური პარტიები თავიანთი პროგრამებით და შენ ირჩევ ამომრჩეველი ვის მისცე ხმა, ხო? ახლა როდესაც ჩვენ ყავ, ქართული ოცნება რომელიც ახლა ვერ ვიტყვით რომ იდეალური პარტიაა და იდეალური მართველი ძალა, მაგრამ არის ის რაც არის, მაგრამ მე ამომრჩეველმა უნდა დავინახო ის რომ აი ვიღაცა სხვა პოლიტიკური ძალა რომელიც მე მთავაზობს თავისთავად ის ჯობია და თანაც ეს ბაზარი პოლიტიკური ბაზარი არის გაცილებით კონსერვატიული ვიდრე მაგალითად თქვენ რომ რიტეილში შედიხართ და რაღაც შარვალს არჩევთ ან მაგალითად პერანგს იმიტომ რომ შენ უნდა იყო აბსოლუტურად დარწმუნებული რომ ის ახალი პოლიტიკური ძალა ამ დროს გაცილებით ჯობია და არა ოდნავ კი არ ჯობია იმიტომ რომ რისკებია ძალიან დიდი და შენ უკვე შენი არჩევანი რისკისთვის აყენებ თლიანად ჩვენი ქვეყნის ბედს. აქედან გამომდინარე შენ უნდა იყო დარწმუნებული იმაში რომ ეს ახალი არჩევანი რომელსაც შენ გააკეთებ ზოგიერთს მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ ხედავთ გიორგი ამას. აქედან გამომდინარე წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით ეხლა მართლა ალბათ დადგებად რომ და ქართული ოცნებაც აღარ იქნება სათავეში და მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს ან კოალიცია ვერ შექმნას 2020 წელს შეიძლება შექმნას არავინ არ იცის ხო? რა თქმა უნდა მაგრამ ეხლა აი ამჟამად ხვალინდელი და დღევანდელი მოცემულები და აგერ ხვალ ჩვენ უნდა მივიდეთ და ხმები მივცეთ მე ვერ ხედავ რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა უწევდეს მას კონკურსს. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს. ქართველ წეგან კიდე თქვენ კითხვას უპასუხებ, აი ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ ჩემი ეს კომენტარი რომ ქართველი ეხლა ირჩევს სტაბილურობას და ჩემი აზრით ცვლილებებისთვის არ არის მზად. და პლუს ამას არ უწყობს ხელს პოლიტიკური ბაზარი, რომელშიც ეხლა ჩვენ ვართ. ოპოზიციური სუბიექტებისგან იქნება ეს მედია, პოლიტიკური პარტია თუ ცალკეული პოლიტიკოსები, ჩვენ ხშირად გვესმის იმ იდეის ტირაჟირება, რომ ესე იგი მოსაწყენია უკვე ამ ესე იგი ნაციონალური მოძრაობის მმართველობაზე საუბარი, იგივე თუნდაც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ წარსულზე, იმიტომ რომ დაუშვათ უკვე რაღაც შეიძლება ამ იმით გაგრძელება, მაგრამ რამდენად ხა ნებისმიერ ესე იგი ნებისმიერი საზოგადოებისთვის ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვის უნდა შევედაროთ, ხო? ჩვენ უნდა შევედაროთ პირველ რიგში, ეხლა ძალიან კაი იქნება რომ შევედაროთ იგივე ისეთ განვითარებულ ევროპული ქვეყნების მთავრობებს, ან აზიური ქვეყნების მთავრობებს, იმიტომ რომ უფრო მეტი იქნება არის კიდევაც გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში უნდა შევედაროთ იმ მთავრობებს, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხო? და ეს ერთი და მეორე ის რომ ეს არის ესე იგი ერთგვარი ჩვენი კოლექტიური მახსოვრობა ხო ძალიან მნიშვნელოვანია ხო რომ გავაკეთოთ ხვალ საკმაოდ რაციონალური არჩევანი და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის რაც იყო და შესაბამისად აი სწორედ ამის ანალიზის შედეგად მე ჩვენთვის სასურველ პარტიას მივცეთ ხმა და პარტიები საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი 50-მდე პარტიაა შესაბამისად და თითქმის ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანმა თავისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტი შეუძლია ნახოს თავისუფლად. კი ბატონო, კი. აი ახლა უყურეთ რა ხდება. ხა ნაციონალ მოძრაობის მომხრეები, მხარდამჭერები თუ თვითონ ნაციონალ მოძრაობის წევრები რო საუბრობენ იმაზე რომ კარგით რა დროს 9 წელზე საუბარია და აგერ ახლა ახალი ფურცელი გადავშალოთ და აქ არის ორი ფაქტორი. პირველი, ნაციონალ მოძრაობას აქვს ძალიან მძიმე წარსული. ეს ერთი. და მეორე, რა პროგრამას გვთავაზობს? ორ რაღაცას უყურებს დღეს ამომრჩეველი, ხო? მოდი აი მძიმე წარსულზე ვისაუბროთ. ყველა ვიცით, ახლა აღარ მინდა ჩამოთვლა გახსენება რა ხდება. ახლა მეც მუშაობდი, ახლა არ მალავ იმ მთავრობაში, არ მალავ რა ყველა მიცის. ვიყავი მთავრობის პიარის უფროსი წელიწად ნახევარ და წამოვედი მე თვითონ წავედი ჩემი ნებით იქიდან არავის არ გაუშვარ წავედი ბიზნესში საქმე რაშია რომ როდესაც აი ამ ძიმე წარსულს იხსენებს ადამიანი ხო
მაშინ უნდა გქონდეს, მაშინ ამ პარტიას უნდა მოენანიებინა ეს ყველაფერი და ეთქვა რომ კი ბატონო, აი ჩვენ დავაშევთ და საუბრობენ რაზე იცით? საუბრობენ არა იმაზე რომ ჩვენ დანაშაული ჩავიდეთ. ჩვენ შეცდომები მოგვივიდა. ეს ორი სხვადასხვა რაღაცა. ერთია როცა შეცდომა მოგდის და შეცდომა, ანუ ყველას დაგვიშვია შეცდომა და მეორე როდესაც წინასწარ განზრახვით აკეთებ რაღაცა დანაშაულს, ჩადიხარ დანაშაულს. ეს მეორე რაღაცაა. პრინციპულად აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცები. უშეცდომა არავინ არ არის, ვიცით ჩვენ ხარ. შეცდომა იქნებოდა ის, რომ მაგალითად ეხა ნაცნობ მოძრაობას დაეწესებინა ისეთი გადასახადი, რომელღაც ბიზნესს მაგალითად გაანადგურებდა, ან ეს იქნებოდა შეცდომა. იმიტომ იტყოდნენ, რომ კი, ჩვენ ეკონომიკა არ ვიცოდით და ჩვენ შეცდომა მოგვივიდა. ნამდვილად. იქ შეიძლება დანაშაულიც ყოფილიყო. მე ვიტყვი, ეს შეცდომა რა შეიძლება კლასიკური გაგები. დანაშაული, სისტემური დანაშაული და კიდევ მაგრამ როდესაც შენ განზრახ ვიღაცას მაგალითად ართმევ წილს კომპანიებში და აი სისტემატურად ხდება, ანუ ვიღაცას აწამებ და ვიღაცას ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ მაშინ ითელება და ასე შემდეგ, მაშინ რა თქმა უნდა ეს აღარ არის უკვე უბრალოდ შეცდომა. ეს არის წინასწარ განზრახული, ეს სისტემური დანაშაული, ეს არის კურსი იმ პარტიის, რომელიც მართავს მთავრობას და მაშინ იმაზე ბოდიში უნდა მოიხადო, ნათლად მკაფიო და კარგად და რაღაცა უნდა უთხრა ერთს, რომ აი მაპატიეთ, მაგრამ სამწუხაროდ ხა ის მიშა სააკაშვილის ბოლოს გამოთვლას როცა ერთხელ ნაძალადად ბოდიში, ის უბრალოდ შეცდომებზე მოიხადა ბოდიში, თქვა რომ ჩვენ შეცდომებს უშვებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორე, შეცდომები შეიძლება ყოფილიყო რაღაცა, მაგრამ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ან არასწორი რაღაცა კანონი მიღებული, რომელიც მე იმ კანონმა ცუდად იმუშავა, ან რაღაცა შეცდომა დაუშვა, ვიღაცას შეცდომა არის მაგალითად, რომ მანქანას მართავთ რაღაცას შეიძლება ვიღაცას სახლი დაუზიონ შეფარა. როდესაც წინასწარ განსხვავ და ისე ჯდება, ეს უკვე შეცდომა, ეს დანაშაულია. ძალიან კაფიო განსხვავება შეცდომას და დანაშაულს. ამ პარტიას ეს არ გაუკეთებია, ანუ მინიმუმ ბოდიში არ მოუხდია, რომელსაც ერი შემდეგ ან აპატიებდა ამ დანაშაულს, ან არ აპატიებდა. ეს სხვა საკითხია კიდე ახლა როგორი იქნება ამორჩევები, მაგრამ და მეორე, კაი, თქვათ ახლა ეს თავი დავანებოთ ამ დანაშაულს და წარსულს, ხო 9 წელი ნუ 9 წელი დავივიწყეთ და თეორიულად რა ეკონომიკურ პროგრამას, რა პოლიტიკას გვთავაზობ შენ, რომელიც წეგან რაც ვთქვი, ამ პოლიტიკურ ამ უამრავი არჩევანი რო გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ პარტიებში შორის 50 პარტია ხო სწორია მონაწილეობს რას გვთავაზობ შენ ისეც რომელიც ეხა ქართულ ოცნებს აჯობებდა ეხა წეგანაც ვთქვი მე რომ მაგალითად როდესაც ახალი პოლიტიკური ძალა მოდის სათავეში ძალიან დიდი რისკებია ხო ქვეყნისათვის და ჯერ ერთი ქართული ოცნებაც რომ მოვიდა სათავეში 2012 წელს რამ ეხა მე პირდაპირ ვიძახი ძალიან ზოზინები და ისინი იყო ჯერ პირველ თვეებში მათ ეხა თუ გახსოვთ თქვენ თავრობის ფორმირებაც მართლა გარკვეულწილად მოულოდნელიც იყო მათი ესეთი გამარჯვება 2012-ში და აქედან გამომდინარე თავრობის ფორმირებაც კი ძალიან გვიან მოახდინეს, მაგრამ თუ გახსოვთ ძალიან გაეწელა და შემდეგ ეხლა სწავლობდნენ ეს ობიექტური რაღაცაა, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, მათ ნელ-ნელა დაიწყეს ისწავლეს ეხლა სახელმწიფოს მართვა, ხო სწორია? ეხლა ფუნდამენტური სხვაობა არის ზოგადად, ესე იგი ადამიანების და ადამიანის სიცოცხლის მიმართ დამოკიდებული. არა, ხო და აი ის ეხლა წეღარა ვთქვით, ის 9 წელიწო დავივიწყოთ ეხლა წეღარაც რომელზედაც ბოდიში არ მოუხდიათ, მაგრამ აი ვთქვათ რომ ორი პოლიტიკური ძალა ეხლა ერთმანეთს ებჯერა. მითხარი, აბა შენ რით ჯობი ხარ და შენ რო აგირჩიო ისევ და 8 წელი არ ყოფილხარ სათავეში, ხო იმე. ჯერ რაღაცა აი ამ კრიზისის ფონზე კიდე 1-2 წელი დაიკარგება ისე რომ ქვეყანა წინ ვერ წავა იქიდან გამომდინარე შენ აღარა ხარ უკვე კარგახანია და რასაც უყებ ნაცნო ძალიან ჩამორჩენილია დროს აბსოლუტურად ისინი წარსულში ტრიალები ხა გუშინდელის ის შემაჯამებელი მაგათი მიტინგიც იყო ამის კომიკური ხო დადასტურება იმის რომ არიან სადღაც იქ რა ქვია ხა ბუბაკი კაბიძე და რაღაცა საბჭოთა სიმღერები ნიკა საკმაოდ საინტერესო რაღაცა შეეხეთ წერან ესე იგი იმას რომ დაუშვათ პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც მართველი ძალა მესამეჯერ, ესე იგი, იმარჯვებს არჩევნებში და ესეთი რაღაცა აქამდე არ ყოფილა. აი, ამის მიზეზები რომ ვიკლიოთ ახლა. ძირითადად რაზე შეიძლება შევჯერდეთ ის, რომ დაუშვათ
მოხდა ჯანდაცვის ძალიან კონცეპტუალური და სასარგებლო რეფორმა და ეს თითქმის თითოეულმა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნო აი ამ რეფორმის არსი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს 2012 წლამდე დაუშვათ თუ ფულს ვერ იხდიდნენ ადამიანები ოპერაციას არ უკეთებდნენ და ეს ხალხი ძალიან ისეთ სავალალო მდგომარეობაში. მე მახსოვს მე სვალშუეს ახლა მეც პრემიერთან რომ მუშაობდი, პრემიერმა იმდენად ესეთი თემაა და უხერხული თემაა, ყველა მოდის შენთან და გთხოვს რაღაცას და ინსტიტუციონიზება არ იყო ეს ჯანდაცვა და ყველა რაღაცა პირად კავშირებზე იყო, ანუ პრემიერს ვინ უფრო კარგად ამ ჯანდაცვის მინისტრს ვინ უფრო მივიდოდა და სთხოვდა და იმდენად უხერხული და ეს იყო მე მახსოვს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრს მთლიანად გადაულოცა ამ მეების განხილვა ამ ავანტყოფი რომელსაც დახმარება ჯანდაცვის და მე ახლა სანდრო ურუშაძე იყო ჯანდაცვი ახლა ვიცნობ სანდროს ახლა ის იყო ერთთან ბავშვი იმიტომ ისიც ახლა ადამიანები არიან და რომ მოდიან და ვერ ეხმარები ძალიან მტკივნეულია ხო მე შეიძლება ადამიან და ყველას ვიცნობ და ისედაც რომ ადამიანს რომ ვერ ეხმარ და არა გაქვს ფული მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი მოექცა აი ამ ჩარჩოში რომ მე ვერ წარმოვიდგენდი რომ შეიძლება სახელმწიფოს ესე მოეხერხებინა და ყველასთვის გაეწვინა ხელი და ჩვენ დროს როცა მე იგი წარმოუდგენელი მტკივნეული თემა იყო ჩვენ არიცით ახლა მე ვიყავი ამას შეხებასთან ამ ადამიანთან ვინც აი ამ გადაწყვეტილებებს იღებდა ხოლმე. შესაბამისად ვიცი ეს პრობლემა ძალიან. მეორე ჩემი აზრით რა ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის განათლების რეფორმა. რა თქმა უნდა. განათლების რეფორმას აქვს ძელვადიანი შედეგი და ეს ზოგადად პოპულისტური კუთხით რო ავიღოთ, შეიძლება თითქმის ნებისმიერი მთავრობისთვის არ იყოს მაინდა-მაინც პოპულარული ნაბიჯი. იმიტომ რომ ამის შედეგს მთავრობა ვერ მოიმკის ხვალ ზეგან ერთი წლის ეს არის გრძელვადიანი, მაგრამ აუცილებელი პირობაა ქვეყნის გრძელვადიანი სამწუხაროდ ეხლაც ჯერჯერობით ეხლა მე 3 წელს განმავლობაში 17-დან 20 წლამდე ასოცირებული პროფესორი ვიყავ ერთ-ერთ უნივერსიტეტში და სამწუხაროდ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, მაგრამ საფუძველი უნდა ჩაუყარო. მაგრამ ხო ამას აღნიშნავ მეც რომ ქართულ ოცნებას ეყო იმის გამბედაობა, რომ აი გრძელვადიან პერსპექტივაში და იმის მიუხედავად რომ ამას რისკი აქვს იმას იმ კუთხით რომ შედეგი არ იქნება უახლოეს მომავალში, ეს გააკეთა. მესამე და უმთავრესი პირველ რიგში მცირე საშუალო და მსხვილ ბიზნესს მოეხსნა ის წნეხი და ტერორი სახელმწიფოს მხრიდან, ხო? და აი ამ ბიზნესებს მიეცათ, ესე იგი, თავისუფალი განვითარების საშუალება. ეს ეთყობა კიდეც ქალაქს. ეს ეთყობა და იგივე თვითონაც იგივე აი ახლა მე ცოტა ისე პირადად არ დავმალავ და სკეპტიკურად უყურებ ამ easiness of doing business და ეს ტრეიდინგებს, მაგრამ იმაზე რაზეც იყო დამყარებული თვითონ წინამთავრობის წარმატება, ხო? აქაც კი ამ რეიტინგებით ბევრად წინ ვართ, ხო? იგივე ესე იგი დავამატებდი თქვენ იმას 11 წელს განმავლობაში პირველად Fitch-მა და S&P-მ Standard & Poor's-მა 11 წელს განმავლობაში პირველად BB-ზე აგვიწია რეიტინგი, BB მინუსი ქონდა. თუ ვინმეს ესმის ბიზნესი და იცის ინვესტორები რას უყურებენ ამ რეიტინგებს. ჯერ ამ რეიტინგებს ხო რაღაცას უყურებენ, მე ისა იგივე doing business და კიდე ბევრ კანონმდებლობას, მაგრამ პირველი აი სურათი, აი snapshot-ი რომ ნახო რომ მოდი ამ ქვეყანას შევიდე თუ არა, პირველ ჯერ ამაში უნდა დარწმუნდეთ. BB, ჩვენ გვჭირდება ახლა რომ ბევრი ინვესტიცია რომ მოვიდოთ BBB, ამას უნდა წლები, მაგრამ ის რომ 11 წელს განმავლობაში პირველად მოხდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც მიიღო აქაც ახლა უყურეთ, წინა ხელისუფლების დროს ინფრასტრუქტურა არის ჩემი სიმპათია და აი გზა რო შენდება. ეს არის ძალიან გულს მიხარებს რა და აი ამისთვის აღებული მაგალითად ის უცხოური კრედიტები არის ჩემს გამართლებული. ზოგადად არ მინდა ხოლმე რომ აიღოს ქვეყანა ვალი და ვალს, მაგრამ აი გზისთვის მე ვფიქრობ რომ აი ავტობანისთვის და ასე შემდეგ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წინა ხელისუფლების დროს აშენდა სულ 70 კილომეტრი ეს ავტობანი. ეხა მარტო წელს აშენდა 70 კილომეტრი, მხოლოდ და მხოლოდ მთლიანად აშენდა 200 კილომეტრი. ეხა ეს ვიცი ეს ციფრები ძალიან კარგად. შესაბამისად, ეხლა მე ჩინეთში ცხოვრობდი, წეღანაც ვსაუბრობდით ეთერამდე და აი იმდენად კარგი ინფრასტრუქტურა მთელ ჩინეთში, მაგრამ არის ადგილები ჩინეთში, სადაც სპეციალურად ტურისტები მიდიან, ნახონ რა ლამაზად არის გაყვანილი მთებში ეს ხიდები და ისინი, რა ქვია, ავტობანი, ხო, იმდენად ლამაზია, უბრალოდ მაგის დასათვალად მიდიან. დაწოლა აი რიკოძე რომ გაელო ჯერ ერთი ეკონომიკურად საქართველოს იქნება აბსოლუტურად სხვა ქვეყანა. მაგრამ ძალიან ლამაზი რაღაცა იქნება, მაგრამ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა მაგალითად რომან გოცირძემ განაცხადა, რომ რიკოძე რაში გჭირდება 50 ხიდის და გვირაბის აშენებაო, ესო რამხელად ანხაჯდებაო და ნუ ახლა ადამიანი რომ ეს პოლიტიკურ ძალებს არ ესმის რომ ხო, ნუ ეს ზეპარტიული უნდა იყოს, ეს არ უნდა იყოს პარტიული დისკუსია და რისთვის კეთდება და ეკონომიკურად ეს იქნება აბსოლუტურად სხვა ქვეყანა იქნება, წარმოიდგინეთ.
ისედაც კაია ავტობანი, მაგრამ აი რიკოძე რო გაივლის და შეერთდება მთლიანად ეს უკვე და შენ თბილისიდან ბათუმში 3 საათში ჩახვალ, ეს უკვე სხვა ქვეყანა იქნება აბსოლუტურად და აი სილამაზე წეღა რასაც ვაპარაკობ. ეს უკვე ტურისტების მოზიდვა და პლუს აი ეს ეკონომიკური ეფექტი უკვე იქნება ძალიან დიდი. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის, იმედია რომ კიდევ გვეწევით. წარმატებები თქვენ ტელევიზიას. უღრმესი მადლობა. მე კი მაყურებელს მიმართავ, ჩვენ ახლა ვიხილავთ საინტერესო ვიდეოს ნაციონალური მოძრაობის გუშინდელი პერფორმანსიდან და რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით მეორე ბლოკში. ზისდავარდების მხარეო უშენო სიცოცხლეც არ ვინდა სადარი სლაგანა ხალი პარაზი სადარი შაღარა გაწმინდა Какой лазурный небосвод сияет только над тобой, Тбилиси мой любимый и родной. И налетала здесь стоит, как память прошлых тяжких бед, твою главу венчая сединой. Расцветай под солнцем Тбилисо, зиставардების მხარეო უშენო სიცოცხლეც არ ვინ ჩვენ ახლა საკმაოდ საინტერესო ვიდეო ვიხილეთ და ჩვენი მეორე ბლოკის სტუმარია ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი, საღამოშვიდობის ნუკრი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ საკმაოდ საინტერესო შოუ ვიხილეთ გუშინ თავისუფლების მოედანზე, როდესაც ესე იგი ბუბა კიკაბიძემ შემთხვევით თუ მიზანმიმართულად ეს ჯერ ვერ გაიყვა, როგორც ჩანს, მაგრამ იმღერა რუსულ ენაზე. პრინციპში მისთვის ეს არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ყოფილა, იმიტომ რომ ცხოვრებაში ფაქტობრივად ძალიან ხშირად მღეროდა. უბრალოდ აი მაინტერესებს შენი აზრი თვითონ ნაციონალური მოძრაობის რეფლექსიებზე. ანუ ეხლა ფაქტობრივად მოუწიათ აი ამის ახსნა განმარტება ისევ და ისევ მათ მიერ ესე იგი აქტიურად დანერგილი რუსოფობიური პოლიტიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მათი ესე იგი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო აგებული რუსოფობიაზე. თუმცა მეორე მხრივ პარადოქსი იმაში მდგომარეობდა, რომ სწორედ აი მე რა მახსოვს შენ საკმაოდ კაი ვიდეო ბლოგი ქონდა ამ თემაზეც გაკეთებული, რომ სწორედ ისინი და მისი მმართველობის პერიოდში უმსხვილესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები გადაეცა რუსეთს, ან ფაქტობრივად რუსეთს მიყიდეს. და აი ესეთ იმას როგორ ახსნის შენ? ეგ მე მგონი ზოგადად манипуляციური ნაციონალიზმი ეძახი მაგას. და მთელი ეს ნაციონალიზმი აგებულია კულტურულ შემადგენელზე. რას ნიშნავს ეს რომ ისეთი რუსული კულტურა გამოცხადებულია რაღაც როგორც ტოტალურ მტრად, მაგრამ არა ეკონომიკა. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. უშუალოდ კულტურაზე აქცენტირება. საინტერესო ზოგადად პოლიტიკაში, პოლიტიკურ პროცესებს კულტურა არასდროს არ წარმოადგენს, ხო? არასდროს არ წარმოაჩენს არ წყვეტს ყოველ შემთხვევაში. კულტურა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელზეც ესე თუ ის პოლიტიკური კლასი აგებს რაღაცა პოლიტიკას, მაგრამ კულტურა არ არის ის, რაზეც შეიძლება შენ ააგო შენი პოლიტიკა. კულტურა არის ის, რაზეც შენ გაგეხმარება. შესაბამისად, ძალიან მარტივია კულტურაზე შეტევის მიტანა დოსტოევსკიზე, ცნობილი ესე იგი, მახსოვს ილეონიში იმართებოდა მსგავსი მსჯელობები, რომ რამ გიგიზედან ეს კი არა, თევზაძეს ჰქონდა ბევრი პოსტი, რომ მას ურჩევნია დოსტოევსკის ურჩევნია სხვა ავტორები, ევროპელი ავტორები. ეს ზოგადად არის ჩემი აზრით ლიბერალური პატრიოტიზმი. ლიბერალური პატრიოტიზმი აგებულია მთლიანად გარკვეულ პერფორმანსზე. ეს პერფორმანსი მოიცავს 3 ეტაპს. პირველი ეტაპი ეს არის გარკვეული დაგმობა, საბჭოთა კავშირის ტოტალური დაგმობა და ესე იგი გარკვეულწილად ესე იგი ყველაფრის გადაბრალება საბჭოთა ინერციაზე. საბჭოთა ინერცია უნდა იყოს მთავარი ესე იგი განსაზღვრელი.
აი ბოდიში ჩაგეჭრები ზუსტად რამდენიმე დღის წინ ესე იგი გიგი უგულავამ გააკეთა ესეთი კომენტარი რომ მე 50 მილიონი მოვიპარე ბიუჯეტიდან ესეც საბჭოთა ინერციიდან გამომდინარე მოხდაო და მე ეს მახსოვს რა ქვია ეს ზედანია ახლა ამ შემთხვევაში სწორად ვამბობ ზედანია რაღაც გადაცემა იყო მახსოვს სააკაშვილის დროს და თავარი პრობლემა დაასახელა ის რომ აი კადრები მან საბჭოთა იქიდან არის ამოსულებს საკავშირო გამოცდილება აქვს და ამიტომ არის თურმე ის პრობლემები რაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო. ანუ ძალიან ისე კაფიო ისეთი манипуляციური ის მოხდა სადაც ერთ ხარეს აღმოჩნდა თლიანად საზოგადოება რომელსაც უწოდებდნენ ესე იგი საბჭოთა გადმონაშთებს რუსული კულტურის გავლენის ქვეშ ყოფებს და ასე შემდეგ რაღაცა ელიტა რომელიც ვითომ ესე იგი წინააღმდეგობაში იყო ამ რუსულ კულტურასთან, არადა თუ დავაკვირდებით მის ესე იგი იკონებს, ხო? ზუსტად იმ საბჭოთა კავშირის დროსაც კარგად იყვნენ იგივე შეიძლება პირდაპირ თქვა კინოცოდნეზე საუბრობ ამ შემთხვევაში გვახარია, რომელიც ზუსტად აი თლიანად ხომ ისე ან თუნდაც ბუღაძეც ნათქვამი აქვს კიდევაც, რომ ჩვენ უმცირესობამ დავანგრიეთ, თორე ისე ხო, მაგრამ თვითონ საბჭოთა კავშირშიც კარგად იყვნენ ისინი. ანუ ეს არ იყო ისეთი ძალა, რომელიც იტანჯებოდა და უსუპად გადმოვიდა. ეგ ყველა პერიოდში თითქმის იყვნენ ისინი კარგად. ანუ რისი თქმა მინდა, რომ რეალურად ახალი სოციალური წესრიგი, რომელიც შეიქმნა, იხსნებოდა იმით, რომ ვიღაცები არიან პროდასავლურები, სააკაშვილის ესე იგი ჯგუფი და ვიღაცები და მაგიტომ აქვს ის სოციალური სიკეთეები, რაც გააჩნიათ, დანარჩენი საზოგადოება იმიტომ არის ღარიბი და იმიტომ არის ჩამორჩენილი, რომ აი ესენი კულტურულად ესე იგი არ არიან აი ეგრეთ წოდებული პროგრესული და ლიბერალური ესე იგი კულტურული კოდების მატარებლები. შესაბამისად აი დანარჩენი საზოგადოება აღმოჩნდა მარგინალიზებული. ახლა პერიოდი იყო რომ ესე იგი ადამიანებს ელემენტარული რაღაც ისეთი ენა შემოდიოდა ლიბერალური თან დასავლეთის ყალბი გაგება დამკვიდრდა, იმიტომ რომ არანაირი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო არ გაგვაჩნდა. სინგაპურიზაცია, სინგაპურიც დამახინჯებული ვარიანტი, იმიტომ რომ სინგაპურში სხვა რაღაცები მოხდა, ვიდრე ეს ჩვენ გვესმოდა ბენდუქიძისგან. მაგრამ ესე იგი, როდესაც საუბარი იყო სოციალურ სიკეთეებზე, ამას უკავშირდებდნენ რაღაც საბჭოთა ინერციას და საბჭოთა წარსულს. თავი რა არის აქ, რომ რეალურად ეს პატრიოტიზმი და ეს ნაციონალიზმი, მე ნაციონალიზმს ვეწოდებ, უფრო ვიდრე პატრიოტიზმია, ეს ნაციონალიზმი იყო მიმართული საკუთარ საზოგადოების წინააღმდეგ. ეს იყო გარკვეულწილად ორი დაპირისპირებული ფენის გაფორმება იდეოლოგიურად, რომ ერთ მხარეს უნდა ყოფილიყო რაღაცა ნათელი, პროგრესიული, განათლებული, დასავლური, ლიბერალური ენა ათვისებული ხალხი და მეორე მხარეს უნდა ყოფილიყო დანარჩენი უმრავლესობა. და მთავარი საკითხი დემოკრატიის და მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზოგადად ეს უმრავლესობა არის საჭირო, რომ აერჩიო ხელისუფლება. და აი აქ მოდის წინააღმდეგობაში მათი ნარატივი და მათი ქმედებები ერთმანეთთან. ჩვენ ხედავთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ნარატივის დონეზე თითქმის არაფერი არ შეცვლილა და თითქმის იგივე, ესე იგი, ისტერიული ნარატივი მიდის, უშუალოდ ფაქტების დონეზე იცვლება ეს და აშკარაა თვითონ ვაკი გიგაბიძეს პირველ ნომრად გამოჩენა მიანიშნებს იმას, რომ ეს არ არის გათვლილი აი ამ ესე ვთქვათ სოციალურ ჯგუფზე, ესაა გათვლილი სხვა სოციალურ ჯგუფზე და შესაბამისად მათ უწევთ ხოლმე ხშირად ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია საკუთარ იდეასთან, საკუთარ იდეოლოგიასთან, მაგრამ მთავარი რა არის? როდესაც საუბარია აი ამ ესე იგი ნაციონალურ მოძრაობაზე და პოლიტიკურ ძალაზე ვერგილიუსმა თქვა, რომ ხასიათი არის ბედისწერა. ამ პოლიტიკურ ძალას რაც არ უნდა თქვას, აქვს უკვე ჩამოყალიბებული ხასიათი. პოლიტიკური ხასიათი. ამ ხასიათს უბრალოდ ის ვერ ცვლის. რაც არ უნდა ესე იგი манипуляციურ რეჟიმში გადავიდნენ. ხაზი არის ძალიან მარტივი და ძალიან ესე იგი ჩემთვის გასაგები. ეს არის ის რომ რადიკალური ელიტარიზმზე დგას მთლიანად ეს ერთი პროდასავლურობის აბსოლუტურად დამახინჯებული სიმულაციურ გაგებაზე და რუსეთის ისეთ ხაზზე მითიურ ხაზზე, ანუ რეალური რუსული პოლიტიკა არავინ არ იცის აქ, ყოველ შემთხვევაში მისი რეპრეზენტაცია ექსპერტულ დონეზეც კი, მათი ექსპერტულ დონეზეც ვამბობ, არ ხდებოდა და ხდებოდა რაღაც აი იმ რესტორნებზე დევნა რო იქ რუსულ სიმღერა გავიდოდა თუ არა და იმღერებდნენ თუ არა და ასე შემდეგ. ანუ ხო, აი საჯარიმებდნენ, კაი პარალელია რამდენიმე 1000 ლარით და გუშინ მაგალითად ესეთი რაღაცა ვიხილოთ. მეორე მხრივ კიდე ჩვენი ეკონომიკური, ესე იგი, პოტენციალი და სტრატეგიული ობიექტივი, რომელიც უნდა ყოფილიყო ქართულ სახელმწიფოს ხელში და ქართულ საზოგადოების ხელში, გადაეცა რუსეთს.
მე ზოგადად ესე იგი იმ წინამდეგი კი არა რომ ვიღაცას გადაეცეს. მე გონია ჩემი წარმოდგენის რომ ეს არც ეს სხვა ქვეყანას არ უნდა იკუთვნოს, ეს უნდა იკუთვნოს მარტო ქართულ საზოგადოებას. ეს უნდა იყოს რაღაც სტრატეგიული ობიექტები უნდა იკუთვნოს ქართულ სახელმწიფოს. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, თავი საკითხი არის ის რომ რეალურად რაც მას გაატარეს ეს პოლიტიკა პრინციპში მათმა ქმედებებმა უფრო მეტად გააძლიერეს რუსული ნეოლიბერალური რაღაც კაპიტალი ამიერკავკასიაში, ვიდრე ეს აქამდე იყო. აქამდე ქართლებს გარკვეულწილად ჰქონდათ სავაჭრო საშუალებები რუსეთთან, დღეს ეს სავაჭრო საშუალებები, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, დაკარგა. ეხლა აქ ძალიან ცოტა ეს. ეს არის სწორედ მათი დამსახურება. ამის გარდა არის ძალიან მარტივი მოცემულობა, რომ ეს ღალატი და ეს გარკვეულწილად ესე იგი ესე იგი დანაშაული პირდაპირ ვიტყვი, რო არ გამოჩნდეს, საჭიროა აქცენტის გადატანა. ეს აქცენტის გადატანა არის ძალიან მარტივი. გადაიტანო რეალური საკითხიდან, ეკონომიკური, პოლიტიკური საკითხიდან ამ კულტურულ საკითხზე. და ჩემი საზოგადოება პირიქით უნდა იყოს რა ამ რაღაც კულტურულ ფაშიზმს არ უნდა აყვეს. მე ზოგადად, როდესაც დაიწყო ეს კრიტიკა, ვცდილობდი რომ საერთოდ არ შევხებოდი, იმიტომ რომ ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია რუსულ სიმღერას იმღერებენ, სომხურს, აზერბაიჯანელს თუ თურქულს. არ აქვს ამას აბსოლუტური მნიშვნელობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკა ვის ხელში იქნება. ნამდვილად და რამდენად ესე იგი ესეთი ინკლუზიური განვითარება იქნება პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობისთვის. მეორე ესე იგი ძალიან საინტერესო კიდე ერთი მომენტი არის, რომ ესე იგი ჩვენ ხედავთ რომ თვითონ ისინი აი რუსთავის როდესაც მათ ხელში იყო ფინანსდებოდა რუსეთში მყოფ ესე იგი ანუ გენდირექტორი იყო კობა ნაყოფიას შვილი, რომელიც ბრძანდებოდა მაშინ იმის მერე შეიძლება შეიცვალა რუსეთის მოქალაქე. ანუ ესე იგი როგორი ესეთი манипуляციურია ამავე დროს და ცინიკური, ძალიან ცინიკურია თავისი არსით ეს პოლიტიკა, რომ ნუ სანამ ვაჩაძეს ძალით არ წაართვეს რუსეთის პასპორტი, იქამდე არაფრით არ თმობდა. და მაინც ესე იგი სალომე ზურაბიშვილი უფრო გამოდიოდა იმის პრეზიდენტის როლში. რეალურად ეს 2008 წლის ომიც ზოგადად აი თვითონ დისკურსსაც რო დავაკვირდეთ, ვინ დაიწყო ომი, ხო? არის იმდენად манипуляციური დისკურსი, ანუ საერთოდ გაქრა უფრო ჩაითრიონ ყველა. გაქრა დღის წესრიგიდან კოდორის საკითხი, რომელიც აშკარად იყო, როდესაც ის ვანო მერაბიშვილი მივიდა, თქვა რომ უბძანა, რომ იქიდან წამოსულიყვნენ. ტერიტორიების ჩაბარების საკითხი აბსოლუტურად დაიკარგა, ამოვარდა აქედან. არავინ არ გასამართლებულა ამის გამო. რამოდენიმე ესე იგი საერთოდ უდანაშაულო ადამიანზე იმის ტექნიკა გადაარჩინეს და ვის შეერაღება და გადაარჩეს, იმაზე გადაატყდა. ნუ უკრე შენი აზრით, აი ეხა ბუბა კიკაბიძე საკმაოდ ხანში შესული ისეთი პიროვნებაა ჩვენ მოდით მასზე ვიმშელებთ ისე, იმიტომ რომ ნუ თანაგრძნობას უფრო ელის ალბათ ჩვენგან და თანაგრძნობა უფრო სწორი იქნება, ვიდრე მისი კრიტიკა. გავა ალბათ დრო და თვითონ მიხვდება ამას. უბრალოდ აი მე თვითონ მინდა დაგისვა შეკითხვა ნაციონალური მოძრაობის აი გამანადგურებელ მასშტაბზე. აი როგორც ახლა ჩვენ ეპიდემიის პირობებში ვცხოვრობთ და ეპიდემიისთვის გამარჯვების ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაინფიცირება მოახდინოს და აი ასეთი პარალელი მაქვს მე დანახული ზუსტად ნაციონალურ მოძრაობასთან. მისი გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უფრო მეტ ადამიანს დაინფიცირებენ აი ამ თავისი ესეთი არახუმანური და აი ესეთი მიდგომებით. მე ბუბაზეს ერთს ვიტყვი რომ მე ვამაყობ, იმიტომ რომ ეს არის ქართული კულტურის უდიდესი წარმომადგენელი, იმინო და კიდე სხვა უამრავი ფილმი, არის შედევრები და შესაბამისად მე ბუბას განვიხილე როგორც ეს კულტურულ მოცემულობას. ქართული კულტურის რბილი ძალა, ხო? უამრავი ადამიანი ყოფილა ქართულ ისტორიაში, კულტურაში, რომელსაც ჰქონია უდიდესი მიღწევა, მაგრამ პოლიტიკაში არასწორი ნაბიჯი გადაუდგეს, მაგრამ ის ადამიანი დარჩენილია სწორედ ამ კულტურის თვალსაზრისით. ჩემს ბუბაც ესეთი დარჩება როგორც კულტურის თვალსაზრისით და რამდენიმე წელში არავის არ ემახსოვრება, რომ ის ნაციონალურ მოძრაობაში იყო. ეხლა რაც შეეხება ამ საკითხს, თავარი ზოგადად მთლიანად პოლიტიკა რატომაც არ იცვლება ესე იგი და რატომაც არ დაუჭერენ მხარს საზოგადოების დიდი ნაწილი ნაციონალურ მოძრაობას, არის ის, რომ კონსტრუქციული პოლიტიკა მას არ გააჩნია. ის ქმნის ქაოსებს, ის ქმნის რევოლუციურ სცენარებს და ის ქმნის დესტაბილიზაციას. პრობლემა ის არის, რომ ზოგადად საზოგადოების მოთხოვნა დაკვეთა ეს არ არის. საზოგადოების დაკვეთა რეალურად არის ის, რომ ნახოს რაღაცა ისეთი ენერგია სხვა პოლიტიკურ ძალაში, რომელიც გარკვეულ კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ, ესე იგი, პოლიტიკას შეესთავაზებს.
იმის მიუხედავად რომ ეს მოსაწყენად ისმის და ყოველას რაღაც ეს რევოლუცია უფრო თავგადასავლებთან არის დაკავშირებული ქართული საზოგადოება არის ტრამული საზოგადოება 30 წელი ჩვენ აი ამ ახალ-ახალმა გადატრიალებებმა რევოლუციებმა ხო უკეთესი თითქმის არაფერი არ მოგვიტანა და ჩვენი საკუთარი ნარატივი განვითარების ვერ შექმნა და ჩვენ ეხლა ვარ ძალიან ცარიელ ადგილზე თუ კი მაგალითად ახლა რო დავაკვირდეთ 90-იან წლებში ეს ნარატივი ქონდა და ნუ აფხაზეთის ომის შემდეგ იწყება დაშლას ეს ნარატივი დღეს აღმოჩნდით რომ ხედან გაგუშვა ყველანაირი ნარატივი და ვარ ცარიელ ადგილზე ეხლა ჩვენ გვჭირდება გარკვეული ისეთი ძალები მე ფიქრობ რომ ეს 8 წელი იყო გარკვეული დასვენების პერიოდი ეს იყო ისეთი დასვენების პერიოდი როდესაც შეიძლება დიდი ენერგიები არ იხარჯებოდა და დიდი გრანდიოზული პროექტები არ ხორციელდებოდა ეს ესე იყო მაგრამ ამის მიუხედავად ეს იყო ის პერიოდი რომელიც სჭირდებოდა საზოგადოებას რომ ის ენერგიები აღედგინა რაც აი ამ პერიოდში დაკარგა ამ ტრამების შედეგად შემდეგი 10 წელი მე ეგრე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში არის არა მაინც ისეთი რევოლუციური ცვლილებების წელი არამედ აი ამ დაფიქრების წელი რას ნიშნავს დაფიქრების წელი შემდეგი 10 წლეული ეს იქნება რომ ახალი პოლიტიკური ძალის დაბადების პერიოდი ახალი ნარატივის დაბადების პერიოდი და მე ვიტყოდი რომ ზოგადად საჭიროა რომ ახალი სახელმწიფო დავშექმნათ ახალი სახელმწიფო შექმნათ იმიტომ რომ არსებული სახელმწიფოს მოდიფიკაცია ეს ერთი არაეფექტურია და მეორე უკვე ახალი გამოწვევების წინაშე ვართ გლობალურად აგერ მიმდინარეობს ყარაბაღის ომი და რომელიც ცვლის აბსოლუტურად გეოპოლიტიკას და ეს კორონამ თვითონ უკვე შეცვალა ზოგადად ეს ერთი გლობალიზაციის ლიბერალური კრიზისია და ეს კრიზისი მეხაც ჩანს მაკრონის და იგივე არაბული სამყაროს დაპირისპირებაში და უკვე ბევრი საუბრობს დასავლეთის კრიზისზე, ბევრი საუბრობს ასევე თვითონ რუსეთში კრიზისზე, აგერ ხედავთ ჩინეთის აღზევებას და აზიური ქვეყნების აღზევებას ხედავთ და ჩვენ ხედავთ რომ ესე იგი ამ ახალ გეოპოლიტიკას სჭირდება ახალი ინსტრუმენტები რომ გადარჩი. ახალი ინსტრუმენტები რომ იყო ამ ახალ სამყაროში წარმატებული. ეს არსებული ვერ იმას გვიკეთებს უკვე ვერ პასუხობს თლად ბოლომდე იმ გამოწვევებს რაც ჩვენ გვაქვს და ბოლო შეკითხვა ნუ კრია ეხა ჩვენ რეალურად ესეთი მოცემულობა გვაქვს რომ 4 პარტია ყავს რომელიც არის შობილი ნაციონალური მოძრაობისგან ეს არის ნაციონალური მოძრაობა ევროპული საქართველო გირჩი და ვაშაძე და თავისი სტრატეგია აღმაშენებელი შენი აზრით მათ მოახერხეს ეს იდეური გამიჩვნა იმიტომ რომ რეალურად ეს ხალხი ჯაფარიძე იძახის რომ 2012 წელს მოვედიო მაშინ მაგრამ ის ხო დაუშვათ დანაშაულებრივი პარტიის და ასე ვთქვათ დანაშაულებრივი რეჟიმის პროდუქტი იყო ხო ამას ვერ გაიქცევა ეხ დღეს რო გამოდის იგივე დეკრიმინალიზაციის მოთხოვნი და ასე შემდეგ ნაციონალური მოძრაობა იყო ის რომელიც დაუშვათ 10 და 15 წლით სვავდა ციხეში ხალხს თუნდაც რაღაცა ერთი ჯოინტის გამო და თუნდაც ევროპული საქართველო ხო რომელსაც ასევე ძალიან ყალბი წარმოდგენა აქვს ევროპულ ღირებულებებზე მაგალითად იგონიათ რომ დაუშვათ ევროპაში ანუ ყოველში შეიძლება არ გონიათ მაგრამ ხალხთან ეს კომუნიკაცია აქვს რომ ესე იგი ევროპა ნიშნავს ნაკლებ რეგულაციას რაც არის სრული სიცრუე ხო ან იგივე თუნდაც გირჩი ხო ეხლა ის რასაც გირჩი აკეთებს და რა მასშტაბითაც მავნებლობს ხო არ არის იქ დაუშვათ ევროპულ იგივე არც მემარჯვენე-მემარცხენეების დისკუსში არ დგას იმისაგანი რომ შრომის კოდექსის აღსრულება დადგეს ეჭვს ქვეშ ან დაუშვათ ის რომ მინიმალური ხელფასის პირობები არ იყოს დაცული ამა თუ იმ ქვეყანაში ესენი არიან უბრალოდ აი ყველაფერს აყალბებენ ისე აი ყველაფერს ანადგურებენ და აყალბებენ უნდა უწოდოთ შიდა კოლონისტები ანუ უცხო კაპიტალის მსახურები ნუ პირდაპირ ემსახურებიან თუ არა მაგრამ იდეურად ყოველ შემთხვევაში კარგ ფუნდამენტი შეუქმნეს. კი არ უქმნენ უკვე შეუქმნეს. საქმე იმაში არის რომ სამწუხაროდ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში დამახასიათებელი მოკლე მეხსიერება. და ფაქტია რომ იმის მიუხედავად რომ ესე იგი ნაციონალური მოძრაობისადმი ესეთი მტრული განწყობები არის, მის სხვადასხვა განაყოფისადმი ეს რბილდება თუ აკვირდებით ეს სირბილე აშკარად. სირბილე შესამჩნევია. და გარკვეულწილად ეს რებრენდინგები მოხდება და ეს ბუნებრივი არის, იმიტომ რომ ეს მეორე მხრივ კარგიც არის, იმიტომ რომ შეუძლებელია არსებული ესე იგი ნაციონალური მოძრაობის პლატფორმაზე კვლავ ესე იგი ხელისუფლება დაებრუნოს ან ხელისუფლებაში რაღაცნაირი სახით მოვიდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა ფიგურა უბრალოდ. შესაბამისად, რებრენდინგი ჩემი ეს გაგრძელდება და ეს დაშლის პროცესი უბრალოდ გარდაუვალია.
საქმე უბრალოდ სხვა რამეშია. საქმე არის იმაში, რომ ესე იგი ჩემი თავი პრობლემა ის კი არ იქნება ეს ძალები, იმიტომ რომ ეს ძალები უკვე მილევადია, ამოწურეს საკუთარი ინტელექტუალური რესურსი. აი ამას ზაზა შათერიშვილი მეუბნებოდა, აი გაიხსენე ვინმე ახალგაზრდა აი ამ ჯგუფებიდან ინტელექტუალი. აი კი, გია ნოდია და სხვები ესეთი ყავთ უფროსი, მაგრამ ახალგაზრდა ლიბერალი ინტელექტუალი გაიხსენე. მე ვერ ვიხსენებ ესეც. კი აქტივისტები არიან, მაგრამ ინტელექტუალები არ არიან. სხვა მხარეს უკვე გაჩნდნენ ინტელექტუალები. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ესე იგი 10 წელი არის ამ ნარატივის გრევის აცლეული და ახალი ნარატივის შექმნის აცლეული. მე უბრალოდ მეშინია ერთი რაღაცის და ამას ხიათ ვამბობ, რომ არ მინდა რომ აი ამ კრიზისზე ესე იგი ხელი მოითფოს მე ვიტყვი ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა. არის ამის დიდი ალბათობა და ამას უნდა დაუპირისპირდეს გარკვეული ზომიერი რაღაც კონსერვატიული მემარცხენე რაღაც პოლიტიკური ძალები. უნდა დარჩენენ ჩემი აზრით ეს გირჩესნაირი ძალები, რომლებსაც 2% ექნებათ, მაგრამ დღის წესრიგი უკვე იცვლება. აი ეს სოციალურ ქსელებში უკვე ჩანს. სოციალურ ქსელებში აი რა მახსოვს იცით 2016-მდე ჯერ კიდევ მეც მათ შორის აი ვერიდებოდი რაღაც ესე მკვეთრ გამოქმნებს ლიბერალიზმის წინააღმდეგ. რაღაცა მოხდა 2016-ში, როდესაც აი ეს დისკურსი მთლიანად მოერყვა და Facebook-ზე გაჩნდა უამრავი ჯგუფი, რომელიც აი ღიად აფიქსირებდა ეს ანტილიბერალურ განწყობებს. ღიად უკვე და აღარავის აღარ ერიდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იდეოლოგია უკვე ვეღარ მუშაობს. ეხლა ამ ბოლო დროს ასაც აკეთებენ, ეს არის უბრალოდ ბლოკავენ სხვადასხვა ესე იგი აგონიას უფრო წააგავს. აგონიას უფრო წააგავს. ანუ ეს არა სიცოცხლის უნარიანი და აი შიში, იმის მიუხედავად რომ არ მომწონს, შიში უკვე აღარ მაქვს ამის მიმართ. შიში მაქვს აი ახალი რადიკალური ჯგუფების მიმართ, რომელსაც შეიძლება სწორი რაღაც ლოზუნგებით არასწორი პოლიტიკა შემოიტანონ ზოგადად. ამის დიდი ალბათობა არის, საერთოდ იმიტომ რომ ნეოლიბერალურ სისტემაში ვარსებობთ. ნუკრი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო ანალიზის. იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ კი მაყურებელს პირველ რიგში მოუწოდოთ ხვალ რომ აუცილებლად მიბრძანდით არჩევნებზე, იქ შეძლებს დაგვართ ყველა პირობა იქნება მაქსიმალურად დაცული და პირველ რიგში თქვენ იყავით პასუხისმგებელი თქვენ მომავალზე. მადლობა.